მოგესალმებით. ეს ჩვენი შეკრების მიზეზი ყოველთვის ნათელია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ უწმინდესა და უნიტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეორის და ხელოვნებისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის ხვაწლი, მათი გამბილი გზა. ღონისძიების დაწყებამდე გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მილობოთ მათ სწავლას. გმადლობთ. საქართველოს ესა და ქვეყანა ერთმანეთთან დაახლოვდა, დაუჩილავად, მაგრამ შეგრძნებით აშკარად, ჩვენ შორის იმყოფებიან ზეთის ანგელოზი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეორე და ხელოვნებისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი. მათი თიმოსელი ღვაწლი, მათი ქრისტეს მიმართული, სიტყვით და სიმდაბით აღსავსი სიყვარული, რასაც კრავს ერთთვიანობა, მათი ღრმა რწმენა იყო და რჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც არასდროს არ ქრება. ეს არის რწმენა, რომელიც ტკივილსაც კი იმედად აქცევს და სიბნელეს გზად, რომელიც ღმერთისკენ მიდის. მათი ცხოვრება იყო მსახურება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველი ნაბიჯით, ყოველი გულისცემით. ქვეყნისა და ხალხის მშვიდობისთვის გაღებული მათი ღვაწლი არ დარჩენილა წარსულში. ის დღესაც საცხოვრს ჩვენში, ჩვენს არჩევანში, ჩვენს ლოცვაში, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში. მათი მაგალითი გვასწავლის, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა კი არა, მოქმედება, რწმენა მხოლოდ სიტყვა კი არა, გზაა, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის გზა და ცხოვრების ფორმულა, რომელიც პატრიარქმა დაგვიტოვა, როგორც მარადიული სინათლე. ეს სიტყვები მის სიყვარულშია დაბადებული, მის ტკივილში გამოტარებული და მისი სიბრძნით გამტკიცებული. მეუღლე დიმიტრი, მისი სულიერი შვილი, მუდამ გვიყვავავდა იმავე გზას, სადაც ადამიანი ღმერთს უახლოვდება, ხოლო სიყვარული ერთიანობის საფუძვლად იქცევა. შესაძლოა, მათი გზები განსხვავებულად ჩანდა გარედან, თუმცა შინაგანად ისინი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ. ადამიანის გულში სულიერი სინათლის შენარჩუნებას, ერთმანეთის პატივისცემას, ეკლესიისა და ადამიანის ერთგულებას. გწამდეთ და გიყვარდეთ. ეს იყო ის მარტივი, მაგრამ უსასრულო ღრმა სიტყვები, რომელიც დაგვიტოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ამ ორ სიტყვაში თავს იყრის მთელი სიბრძნე, მთელი გზა, მთელი სულიერი არსი, რწმენა, რომელიც გვაცოცხლებს და სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს. მეუღლე დიმიტრი კი მოციქულთა და წმინდა მამათა სწავლების სინათლით გამწინებული გვესაუბრებოდა იმავე ჭეშმარიტებაზე, შვიდად, გულით, სიყვარულით. მისი გზა არ იყო მხოლოდ მოძღვრება, ის იყო სულიერი შეხება, რომელიც გულში იბეჭდებოდა და ადამიანს შინაგანად წვდიდა. ისინი იდგნენ ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე, გზა, რომელიც ეკლიანია, მაგრამ სინათლისკენ მიდის. და ჩვენც მათ სულიერ შვილებს ამავე გზაზე გვაყენებდნენ, არა ძალით, არამედ სიყვარულით, არა ბრძანებით, არამედ მაგალითით. მათ გვასწავლეს, რომ მთავარი სიყვარულია, არა სიტყვით ნათქვამი, არამედ გულით განცდილი, მოქმედებაში გამოვლენილი, მოთმინებით გაძლიერებული სიყვარული. ისინი მართლაც სიყვარულის მხადაგებელი იყო, რომელიც არ განიკითხავს, არ ქრება და არ გტოვებს. აშამარა
ხორცელი არ ყოფნა ტკივილად ვაწება, ამავე დროს გულში უშნაური სიმშვიდეც იბადება. ნუგეში, რომელიც წმენიდან მოდის, ტკივა, რადგან თვალით ვეღარ ხედავთ, ვეღარ უსმენთ მათ ხმას, მაგრამ არის სიხარულიც, ღრმა, სულიერი და ნათელი. რადგან ქრისტე აღსდგა, რადგან სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, რადგან სიკვდილი არ არის დასასრული, ის არის გადასვლა მარადიულობაში. Iste afgan preti Sirudilita, sirudilisa Dan kunurei da saplave vishinata Schore bizmirni jeveli Sirudilita, sirudilisa Dan kunurei da saplave vishinata Schore bizmirni jebeli Rinse afgan preti Sirudilita, sirudilisa Dan kunurei da saplave vishinata Schore bizmirni jebeli დრო იყო, როცა ეკლესიაში ზარები აღარ ისმოდა, მაგრამ მათი ექვა ადამიანთა გულებში მაინც ცოცხლობდა. როცა რწმენა იდევნებოდა, იგი იმალებოდა ჩუმ ლოცვებში, ცრემსა და უხმოსასოებაში. ღამე ნელა ეშვებოდა ქვეყანაზე და სიჩუმე თითქოს ფარადებინებოდა ყველაფერს და სწორედ ამ სიჩუმის წიაღში, თითქოს დროისგან მივიწყებულ სივრცეში 1933 წლის 4 იანვარს ღვთის მოშიშ და ღრმად მორწმუნე ოჯახში იბადება ახალი სიცოცხლე. ვაჟი, რომელსაც მამა მერეკლე მეორის საპატივსაცემოდ ირაკლი დაარქვა. იბადება სიცოცხლე, რომელსაც მომავალში მთელი ერი სულიერ მამად აღიარებს. ქართულ საგალობებს მალი დაეფინა სული იბერული სუნთქვა სამზიანო სესი დაფერილი წმინდა თვალები
სახელი რომელიც დღეს სინათლესთან, სიმშვიდესთან და სულიერ ძალასთან ასოცირდება, მაგრამ მისი დასაწყისი იყო რთული, ტკივნეული და ნუმერიც ასე. და სწორედ მაშინ იწყება ეს ისტორია. ისტორია არა მხოლოდ ერთი ადამიანის გზისა, არამედ სულიერი აღდგომისა. ისტორია სინათლისა, რომელიც სიგნალებში იბადება და რომელიც ნელ-ნელა სიყვარულითა და მოთმინებით მთელ ეს უნდათებს გზას. და სწორედ აი ამ დროს თითქმის ერთი საუკუნის უკან იწყება მზიანი ღამის ეპოქა. ამ ძიმე წლებში ვლადიკავკაზში მაინც ეთო ერთი პატარა კანდელი წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. სწორედ ამ ტაძარში მოინაცვლა პატარა ირაკლი. მისი ნათლია მონაზონის ზოილე ჯვალიშვილი. ადამიანი, რომლის ცხოვრება თავად ლოცვად იყო ქცეული და ეს ლოცვა თითქოს უხილავად დაჰყვა ნათლს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. პატრიარქის ბავშვობა არ ყოფილა მშვიდი, როგორც თავად აღნიშნავს სილია მეორე. ეს იყო დრო, როდესაც სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესია იხურებოდა, ხალხს კი ღვთისმსახურებაზე დასწრებისაც ეშინოდა. გავიდა წლები და როცა დადგა არჩევანის ჟამი, მანამ დააყოვნა. ვლადიკავკაზიდან მოსკოვამდე მიმავალ გზაზე ახალგაზრდა ირაკლი ცოდნას ეძიებდა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ მოწოდებას ოულობდა. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში გატარებული წლები მხოლოდ სწავლა არ ყოფილა, ეს იყო სულიერი ჩამოყალიბება. ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლისას მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მის ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლიდა. ეთქვა უარი საერო გზაზე და თქმეთ ძლიერად მოსწონდა. 1957 წლის 16 აპრილს გაზაფხულის დილის მზე ნელ-ნელა ეფარებოდა ჰორიზონტს. მონასტრის კედლები ოქროსფრად იფერებოდა, თითქოს მზის სხივები განგებ ეფერებოდა საუკუნოვანი ქვის სითბოს. აქ სიჩუმესა და სიმშვიდეში ახალგაზრდა ირაკლი ელოდა ყველაზე მნიშვნელოვან წუთს თავის ცხოვრებაში. ვერა დაახვეცას. ის თავიდანვე გამორჩეული იყო სხვათაგან. მისი თვალები ბავშვობიდანვე სიღრმის უკიდურვანო იდუმალებას აფრქვებდა. ასეთი მზერა მხოლოდ მას ჰქონდა. ღმერთის ხმა ესმოდა თითქოს. გადიოდა დრო, მის სულში ღმერთის მშვიდი ხმა უფრო და უფრო მძაფრად ისმოდა. მონასტერში ყველაფერი მზად იყო. იქვე შავი შესამოსელი იდო, რომელიც მისი ახალი ცხოვრების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. გარედან ზარის რეკვის ხმა ისმოდა. მონასტრის ეზოში უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. ეკლესიაში სურნელოვან საკმეველში გახვეული სიჩუმე იდგა. სანთლების შუქის ციმციმი ხალხის გულებში თრთოლვას იწვევდა. მონასტრის გალობა ცისკენ აიჭრა. გალობის ხმა სულიერ სინათლედ გარდაიქმნა. მოიცვა მონასტერი და თითქოს უხილავი ოქროს ძაფებით უკვდავებას დაუკავშირდა. ირაკლი თავჩაღუნული იდგა. თითქოს დრო გაჩერდა. სინათლის შუქზე მისი სახე თითქმის გამჭვირვალე გახდა. ისმენდა ლოცვის ყოველ სიტყვას, თითქოს ყოველი ახალი ბგერა მარადიულ სიმშვიდეს თავაზობდა. მღვდელმა მას უწოდა ილია. სახელი, რომელმაც თითქოს მისი ცხოვრების წიგნში
ახალი თავი გახსნა, თავი, რომელიც მთლიანად ღმერთსა და ხალხს ეძღვნებოდა. ამ წამს მიხვდა, რომ სულიერი ტვირთი, რომელიც მას აქამდე ამძიმებდა, სადღაც შორეულ ჰორიზონტზე დაიკარგა. ამ დღის შემდეგ უფლისკენ მისწრაფებულ სულში გული უკვდავად ფეთქავდა. ამ დღის შემდეგ 7, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ის მონასტრის ეზოსკენ მიემართებოდა, სადაც თითქოს სამყარო კვლავ თავიდან იწყებოდა. ამჯერად ღვთის ნებით, რომლის წყალობითაც ილია მეორის გულს ფეთქვა არ შეუნილებია 69 წლის შემდეგაც კი. მალევე მოჰყვა ხელდასმებით, ჯერ იეროდიაკვნად, შემდეგ მღვდელმონაზვნად და დაიწყო გზა, რომელიც იყო უხმო, მაგრამ ძლიერი. მისი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში დაემთხვა ეპოქას, როცა რწმენა დუმილს იყო მიბარებული. მისი სიტყვა არ ყოფილა ხმამაღალი, თუმცა იყო ძლიერი. ის აღწევდა ადამიანთა გულებამდე, აღვიძებდა რწმენას, აბრუნებდა იმედს. ეს იყო დრო, როცა რწმენა თითქოს ჩუმად არსებობდა და სწორედ ამ დუმილში დაიწყო მისი მსახურება. წლებთან ერთად იზრდებოდა მისი პასუხისმგებლობაც, იღუმენიობიდან არქიმანდრიტობამდე, ეპისკოპოსობიდან მიტროპოლიტობამდე და ბოლოს უდიდესი პასუხისმგებლობა 1977 წლის 23 დეკემბერს ილია მეორე არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. 1977 წლის 9 ნოემბერს დილის 9 საათზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე, რის შედეგადაც საჭირო გახდა მოწვეულიყო წმინდა სინოდის ხტომა, რომელსაც უნდა აერჩია და გადაეწყვიტა დავით მეხუთის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსამყრე. 23 დეკემბერს შეიკრიბა წმინდა სინოდი და მე-12 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი სრულიად საქართველოსთვის. ყველა მიხილა ახალგაზრდა, ინტელექტუალური, გამოჩვეული გარეგნობის მქონე წევრთავარი, რომელიც მოახერხებდა ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარებას და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნებდა ისტორიულ მისიას. მან ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია, რომელიც თითქოს სიჩუმესა და დავიწყებას შორის იყო დაკარგული. ეს იყო დიდების, არა ჯვრის აღების წუთი. სწორედ აქ იწყება პატრიარქის გოლგოთა, მოთმინებით, სიყვარულით, წმენით. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 151 მეთაურს არჩევას გამოეხმაურა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სოფლიო ეკლესია ძალიან კარგად იცნობდა უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც მონაწილეობდა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა შორის სამშვიდობო ფორუმებში. და უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უწმინდესობაც გააჩნდა პირადი ურთიერთობა ანტიოქიის, რუსეთის, იერუსალიმის და სხვა მართლმადიდებელი პატრიარქებთან ურთიერთობაში.
ჩაიარა საზეიმო დღეებმა, რადგან 1968 წელი სიონის საპატრიარქო ტაძარი, რომელიც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ივსებოდა ძირითადად ხანდაზმული ადამიანებით, ყოველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, შაბათსა და კვირას ახალგაზრდებით, ინტელიგენციის წარმომადგენლებით იყო სავსე. ეს ხალხი უსიტყვო პროტესტს უცხადებდა კომუნისტურ იდეოლოგიასა და სარწმუნოებაში ცდილობდა სულიერი შვების მოპოვებას. უწმინდესი და უნეტარესი მასთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა ფრევს მართლმადიდებლური სარწმუნოების დიდი აზრზე. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც მოვიდოდნენ ტაძარში, აქ რჩებოდნენ და ბრევლად იქცეოდნენ, როგორი მშვიდი, ბედნიერი და კმაყოფილი იყო თითოეული მათგანი, უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვით და სიყვარულით აღტაცებული. ყველა გრძნობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. პატრიარქობის პირველი წლები ყველაზე მეტად სამწყსოში. პატრიარქობის პირველ წლებში ყველაზე მეტად სამწყსოში რწმენის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაშინ მთელი საქართველო შემოიარა. ხალხს უფლის სიყვარულს უნერგავდა, ქრისტეს მცნებებს ქადაგებდა, მოციქულთა მსგავსად. არაერთხელ გამართა საყოველთაო ნათლობის რიტუალი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ერთს სჭირდებოდა. ვიდრე ცოცხლო მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენა მომეყვანა. ჩემს გულზე წარუშველად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაგისრა. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს სიტყვები აღსაყდრების წინ წარმოთქვა. უსაზღვრო მოწყალება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში აისახა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართველ მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი წმინდანი შეემატა. დამკვიდრდა ქართული ხალხური მრავალხმიანი გალობა. მისი ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღსდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია მონასტერი, რაც სააბის გრანდიოზული ტაძრიც დაგვირგვინდა. მე რა რომ დიდი გვერდის, დიდი არა ბევრი. ვადლახ მტერიც რომ არ აქვს ჩვენი შესაძლებელი. როცა მოვდგამთ ჩვენ ქართველებს, განძად შოთაც გენია, რა მითხარ ქვეყანაზე ხვები დანარჩენია. როცა ვამბობ ქვეყნად სიტყვას, შამქორად და მარადად, ცა ქუდად არ მიგვაჩნია, დედამიწა ქალამად. როცა მესხეთი, ჯავახეთი, თორელს, ძუძუს აწოვებს, როცა კიდე ქრისტე იშვა და ქართ შემოგვატოვებს. კახეთში რომ ზიანცია, იდიდოს, კახეთი რომ არ იქნება, ვაზებს ცრემლი მიწმინდოს. სხვის მონები არ ყოფილვართ, კწანის დიდ გორს მოვდივართ, საფლავშიც რომ ვიწვეთ ყველა, სხვების ცოცხლებს ვჯობნოთ. ვინც თქვა ღმერთო, საქართველო, ქართველები მცირდება? შენ ასეთ სულს დაატარებ, შენ რა გაგიჭირდება? მაშვარდია არაფერი, უფლის ციხე არას მთქმელი, არც სამასი არობელი. ვის გამოობს განაჩენი, ჰოი ვახტანგ, ვაი თამარ დაკარგულის ძებენად დავალ, ქეთევანის ძვლებს დავეძებ მინდორ, ტრამალი, განდი კვალითორე არ დაგინდობს მტერი ხარო. ჯერ ხომ ისევ დაოსხევში, არ დამშრალა მეფის წყარო, მერე რა რომ უხებს მუმლი, ცოტა მეტი მოგვიმრავდა, ამის მეტი არ გვინახავს. სულ რომ გვჭამდა, ცოცხლად ვხრავდა, საფლავიდან წარმოსგარა ერი ჩვენი, ენა ჩვენი. ისევ უკივლია ვის გამოობს განაჩენი. ისევ წამკოცფრობენ, უდუღაბა, უკოწიცა მთელს სამყაროს ურჩევნა და საქართველოს მუჭა მიწა. გადიხედე დალოცვილო, რადიუსები შურით, ბოღმით, ჩვენ არავის არ ვეკუთვნით, ღმერთის სისხლი მოგვდგამსოდით. ჩვენ არ ვიცით მტრობა არ ვის, ტერი ბევრი გიყავს. ისიც ვიცით რომ ქართველი მტერის საფლავში ჩახყოლია. გადი კვალითორე არ დაგინდობს მტერი ხარო, კიდევ ერთხელ დაიფუხე ქართველების დატერფა. ილია მეორის მოღვაწეობის წლებში საქართველო სულიერად გარდაიქმნა. თითოეულ ეპარქიაში უწმინდესი და უნეტარესი თავის სულიერ შვილებთან ერთად აღვივებდა იმ გაპერწკალს, რომელიც ჩაქრობას იწყებდა. ათეულებიდან ასეულებამდე გაიზარდა მოქმედი ტაძრების რიცხვი, აღდგა მონასტრები, დაარსდა სასულიერო სასწავლებლები. 1980-იანი წლებიდან უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ოფიციალური ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა სასულიერო აკადემიის გახსნის ნებართვას. როგორც მისი უწმინდესობა აღნიშნავს, ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა ბატონმა ანზორ ზიგლაურმა. მე-20 საუკუნის
80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში არაერთხელ დაისვა საკითხი რელიგიის საქმედარწმუნებულის აპარატის გაუქმების შესახებ. 1990 წლის 22 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ ასეთი დადგენილება გამოსცა. გაუქმდეს საქართველოს ССР მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმედარწმუნებულის აპარატი ყველა თავისი ფუნქციით. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა გამოცხადდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და მისი მეთაური ილია მეორე მტკიცე და შეუვალად იდგნენ ქვეყნის ტერიტორიული და ეკლესიური მთლიანობის დაცვის საქმეში. ამის ნათელი დასტურია 2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება. შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც აფხაზეთში დროებით ძველი ხერხდებოდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის სრულფასოვანი განხორციელება და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესია ცდილობდა დამოუკიდებლობას, უწმიეს და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარ თავზე აიღო ცხუმ აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა და მისი ტიტულატურა ასე განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად აღიარებდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მისი ქმედება ხშირად წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა. სიზმარში აფხაზეთი ვნახე. წუხად სოხუმში ვიყავი თითქოს. ვაი, ვისაც კი დაუძახე ხმა, არავინ გამცხადა ვერავინც. მდინარე რა შორდას მღევდა ისე, გამსე მკოცნი და ოქროს მებამბებს. ჭიშკარ დაკეტილ ეზოსთან ვიდექ, დუმილით გავსქეროდი ძულებს. ნუცუ, აფხაზეთ, ცრემლი რომ მადინა, არკმარა თვალებს რომ გამკა. შეხო, ვაშკაცი ხარ ჩემო აფხაზეთ. სიზმრა, ერთი წუთით მაინც შემირი. მერე ავტივდი და თავში წავიში. სულ შემოვიხოდე სახე. ასე, მე ბევრჯერ დავიძინე და სიზმარში აფხაზეთი ვნახე. ჯერ კიდევ 1978 წელს პატრიარქის მოწვევით თბილისში ჩამოვიდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ ქალკედონელი, ხოლო მის შემადგენლობაში იყო ბართლომეოსი, მომავალი მსოფლიო პატრიარქი.
სწორედ ამ შეხვედრება ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარების პროცესს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მსოფლიოს საპატრიარქოს შორის სულიერ ერთობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ შეწყვეტილა. ილია მეორის ძალის ხმევით ეს კავშირი კიდევ უფრო გამტკიცდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იერუსალიმთან ურთიერთობის აღდგენას, რომელმაც საუკუნეების შემდეგ კვლავ გააცოცხლა ქართული სულიერი კვალი წმინდა მიწაზე და გააჩინა იმედი დაკარგული სიწმინდეების დაბრუნებისა. 1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობის გააქტიურება, რაც განსაკუთრებით გამოიხატა ორმხრივი შეხვედრებით. ეს ვიზიტები ხელს უწყობდა ორ ეკლესიას შორის ძმური კავშირის გამტკიცებას. ასევე მნიშვნელოვნად განვითარდა ურთიერთობა ალექსანდრიის საპატრიარქოსთან, რაც გამოიხატა თეოდორე მეორის 2008 წელს ვიზიტით საქართველოში და წინამორბედ პატრიარქთან დაწყებული მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებით. განსაკუთრებული ადგილი უკავია იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობას. ილია მეორის 1980 და 1987 წლებში იერუსალიმში განხორციელებულ ვიზიტებს მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვა ჰქონდა. რადგან ამან ხელი შეუწყო საუკუნეების შემდეგ ურთიერთობის აღდგენას, ქართველ ებრაელებთან კავშირის გაბრმავებას და წმინდა მიწაზე ქართული სულიერი კვალის აღდგენას. ამ პროცესში კვლავ აქტუალური გახდა ჯვრის მონასტრის საკითხიც. 2000 წელს იერუსალიმში განხორციელებულმა მომლოცველობითმა ვიზიტმა და შემდგომმა ურთიერთობებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს ეკლესიის პოზიცია წმინდა მიწაზე. საერთო ჯამში ეს ურთიერთობები წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო დიალოგს, ისტორიული კავშირის აღდგენას და მართლმადიდებელ სამყაროში მისი აქტიური როლის მკაფიო მაგალითს. I
დრო, როცა ისტორიულმა სიმართლემაც დაიბრუნა თავისი ადგილი. 1990 წლის 7 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძარში ოფიციალურად გამოცხადდა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების შესახებ. რამდენიმე კვირაში პატრიარქმა ილია მეორე მიიღო შესაბამისი სიგელები მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოს პირველის ხელმოწერით, რაც საბოლოოდ ამტკიცებდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელ სტატუსს. ეს იყო არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, ის რაც 1917 წელს წინ უსწრებდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, განმეორდა 73 წლის შემდეგაც. ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება კვლავ გააძლიერა ეროვნული თვითშეგნება და ერთიანობის განცდა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სამშობლოში დაბრუნება ნამდვილ ეროვნულ ზეიმად იქცა. ათასობით ადამიანი სიხარულითა და ცრემლით აცილებდა თავის სულიერ წინამძღოლს. სიონის ტაძარში წარმოთქმულ სიტყვაში პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა: დღეს ჩვენს ხელთ არის ის საბუთები, რომლითაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ელოდა და ღვთის წყალობით ვერავინ ვეღარ შეახებს ხელს საქართველოს ეკლესიას, მართლაც. ეს ისტორიული გამარჯვება საკმარისია, რომ მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში, როგორც სულიერი ლიდერისა, რომელმაც ეკლესიისა და ერის ერთიანობა განსაზღვრა და განადგიცა. Thank you.
წლის მე-11 წელს წება მეუფე დიმიტრის ძმა მონასტერში. 1893 წლიდან საფარის წმინდა საბოლოო სახელობის მონასტერში მეუფე დიმიტრი ჯერ კიდევ მომჩილი იყო, ჩუმი, თავდაბადი, მაგრამ შინაგანად უკვე დიდი გზისთვის გამზადებული. მომჩილის უბრალო სამოსი თითქოს მხოლოდ გარეგნული ნიშანი იყო, სინამდვილეში კი ეს იყო პირველი ნაბიჯი სულიერი აზრისთვის. გზა, რომელიც მოთმინებასა და სიყვარულს ითხოვს. როდესაც ბერად აღიკვეცა და სახელად დიმიტრი ეწოდა, თითქოს ახალი სიცოცხლე დაიწყო, არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. იმ დღიდან მისი ყოველი ნაბიჯი მსახურებად იქცა, ყოველი სიტყვა მოგეშად, ყოველი ლოცვა სხვისი მკერდის გაზიარებად. დიაკვნობა, მუდმობა, ეს მხოლოდ ხარისხები არ ყოფილა, ეს იყო ჯვარი, რომელიც მას სიხარულით იტვირთა. ეკლესიიდან ეკლესიამდე იგი მიდიოდა როგორც მწყემსი, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, ხირსაში, აბასთუმაში, ყველგან ტოვებდა სინათლეს, რომელიც სიტყვებზე მეტად იგრძნობოდა. პედაგოგად მუშაობის დროსაც კი არ ასწავლიდა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, იგი ასწავლიდა რწმენის. ბავშვობის გულებში თესავდა იმას, რაც წიგნებში ვერ იწერება, ღმერთის სიყვარულს, სიკეთის ძალას, ადამიანობის სიწმინდეს. წლები გადიოდა და მისი მსახურებაც თანდათან ფართოვდებოდა. იღუმენის, არქიმანდრიტის ხარისხები თითქოს მხოლოდ გარეგანი აღიარება იყო იმ დიდი შრომისა, რომელიც უხილავად სრულდებოდა ღამის ლოცვებში, ადამიანთა მკერდის გაზიარებაში. 2013 წელს ჯერ მარკოთისა და უდისის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს, ხოლო შემდეგ მცხეთაში, სვეტიცხოვლის უძველეს კედლებში, სადაც საუკუნეების ლოცვაა ჩავსოლილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე მას ეპისკოპოსად დაასახელა. ეს არ იყო მხოლოდ კურთხევა, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ჯვარი და დიდი სიყვარული ერთდროულად. 2015 წლიდან, როდესაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, ილია მეორის კვალდაკვალ მეუფე დიმიტრი იწყებს ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობას, სულიერების გაღვივებას ადამიანთა გულებში. ნანგრევებიდან არამდგარი ეკლესიები თითქოს მისი შინაგანი რწმენის ანარეკლი იყო, მტკიცე, შეურყეველი და სინათლით სავსე. ის არ ქადაგებდა მხოლოდ სიტყვებით, მისი ცხოვრება იყო თავად ქადაგება. ის არ ასწავლიდა მხოლოდ წიგნებით, მისი სიჩუმეც კი მოძღვრება იყო და ამ გზაზე, რომელიც დაიწყო მონასტრის სიმშვიდეში, დღესაც აგრძელებს სვლას, მშვიდად, თავდაბლად, სიყვარულით, როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ღმერთს შესწირა, რათა სხვებისთვის სინათლე გამხდარიყო. 2022 წლის 23 იანვარი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიისთვის უმძიმესი დღე აღმოჩნდა, რადგან დაუბრუნდა იგი. დაკარგა სულიერი მამა, წყემსი, რომელიც ნუგეში იყო ჩვენთვის. Თავისუფალი შეიქმნა სული
2022 წლის 23 იანვარს ზიანი, მაგრამ სუსხიანი დღე გათენდა. მზის სხივები ყველას ათხოვდა, მე კი მციოდა, განსხვავებულად მციოდა. გრძნობდი, რომ მზის მწვერ სხივებს განსხვავებული სუსხი ახდა თან, თითქოს განგება რაღაც ცუდისთვის მომზადებდა. სამარისებურ სიჩუმეში გაისმა სიტყვები, მეუფე დიმიტრი გარდაიცვალა. სიჩუმე შემოაწვა გულს, თითქოს თვით ქარმაც კი სუნთქვა შეიკრა და ყველაფერმა ფერი დაკარგა, გარდაიცვალა. მზე ჩაესვენა, მარადიული სიჩუმე ჩამოწვა, სიჩუმე, რომელიც ახლა მხოლოდ ერთი ადამიანის ირგვლივ ტრიალებდა, მეუფის, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე სინათლე შესწირა. მზის სხივებს შავი ფარდა ჩამოეფარა, ირგვლივ თვალსწრემლიანი ადამიანები, ქალები თუ კაცები, დიდები თუ პატარები იყვნენ, ტირო და ყველა, ერი თუ ბერი, გარდაიცვალა, გავშეშდა. გულში ლახვარივით ჩამესო ეს სიტყვები, ტირი, მინდა შევწყვიტო, მაგრამ სრემლი არ ჩერდება, გული გლოვობს, გონება არ იჯერებს, მაგრამ დროა დაიჯეროს. ეს სიმართლეა, თითქოს მძინავს, გაგვიძება მინდა, მაგრამ ხოლო დედის ტირილი ისმის, დედის, რომელმაც დაკარგა შვილი, ჩვენ კი უძროვნი ვართ მის წინაშე. თითქოს ფარდებ ჩამოფალებულ ოთახში ვეძებ რაღაცას, რაც არ არსებობს, არც ის ვიცი რა უნდა ვეძებო. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ თანხმელი. კითხვები მაქვს, მაგრამ არა პასუხები. წავიდა, აღარ არის მეუფე ჩვენს გვერდით, გარდაიცვალა. 4 წელია აღარ ანათებს მზე, რომელიც ყველაზე ბნელ კუნძულსაც კი ანათებდა და ყველაზე ციო ადგილსაც ანთხოვდა. მარტონი დაუჭით ადამიანებით სავსე ქვეყანაში, თულად სატარებელი ჯვრით. გადის დრო, კივილი არ ნერდება, არც ცდილობა არ შუშდება. დროსთან ერთად იზრდება და უფრო ღრმავდება, გაუსაძლისია გაძლება. 2022 წლის 23 იანვარი, ვისთვის უბრალოდ თარიღი, ჩვენთვის კი ჩასვენებული, მაგრამ მუდამ მანათობელი მზეა. 4 წელი, ვისთვის უბრალოდ 4 წელიწადი, ჩვენთვის კი უსასრულო მონატრება. სიყვარული და ტკივილია. ვიცი, ამ სიტყვებს არ ძალა აქვს, არც ფასი და არც ფერი. უსასრულია სევდასთან, ტკივილთან, დართან, უთქვენობა რომ ქვია. უმწეონი ვარ სევდასთან, მონატრებასთან და სიყვარულთან. ღვთის ხატა დამსგავსად ქმნილო, ქრისტეს გზით მაცხოვრებელო, მან უგეშებულო, ღვთიუდიდებულო მეუფეო, თქვენი სუფთა სული 4 წლის წინ შეუერთდა მარადიულ სასუფეველს და პოვას სიმშვიდე, ჩვენ კი მივყვებით თქვენს განყვარულ გზას უსასრულო მონატრებით. When you
წავიდა ვენაც მეგობრობა სამოგდებს ალადიკო ეს სიმღერა ილია მეორე მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი არ ყოფილა. იგი იქცა ერის სულიერმა. მისი სიტყვები აღხნევებდა გაჭირვებულს, აერთიანებდა დაყოფილს და იმედს აძლევდა უიმედოს. იგი ზრუნავდა ახალგაზრდებზე, ობლებსა და გაჭირვებულებზე. ქმნიდა სივრცეს, სადაც წმენდა და სიყვარული ერთად არსებობდა. მისი სიჩუმე კი ლოცვას გავდა, ღრმა და ყოვლის მომწვეს. პატრიარქის 93 წლიანი ცხოვრება მთლიანად უფალს მიეძღვნა. 69 წლის წინ აღიკვეცა ბერად. 59 წელი კი პატრიარქობდა სრულიად საქართველოს. პატრიარქი იყო ჭაღარა, შვიდი, ტკბილხმიანი, ადამიანი, რომელიც სიტყვებით კი არა, სიყვარულით გადაგებდა. მის მზერაში იყო სიმშვიდე, მის ხმაში მამობრების სიტყვა, მის დუმილში კი წმენა. ის იყო კაცი, რომელიც ძეცასა და მიწას შორის იდგა, თითქოს ანგელოზი ადამიანთა შორის. მისი არსებობა თავად იყო ლოცვა.
მომხურვალი მლოცველი, რომელიც უფლის წინაშე გულხსენიებენ. მათ არ დახვდავეს, უბრალოდ სხვა სიმაღლეზე ავლიდნენ, საიდანაც უფრო ფართოდ, უფრო ძლიერად გვცავენ. ისინი უფლის წიაღში არიან, სინათლეში, მშვიდობასა და სიყვარულში. ჩვენ კი აქ ვართ, მათი სულიერი შვილები, მათი ნაყოფი, მათი გზა. და ამიტომაც ჩვენი ვალია არა მხოლოდ გახსენება, არამედ გაგრძელება. გმართებს, რომ მათი დარიგებები ჩვენს ცხოვრებად ვაქციოთ. გმართებს, რომ მათი ნათქვამი სიტყვები ჩვენს ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს. გვწამდეს, მაშინაც კი როცა რთულია და გვიყვარდეს, მაშინაც კი როცა გვიჭირს. რადგან სწორედ ეს არის გზა, რომელიც მათ დაგვიტოვეს და სწორედ ეს არის გზა, რომელიც ღმერთამდე მიგვიყვანს. სანთელივით ჩამოგვენთილო, ქართველი ერისა და სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს ზეციურო ანგელოზმა. მადლობა და ბოდიში ყოველთვის. პატრიარქო, ვიყვარხარ. მე ვიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ.